გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 13 მაისი და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემების ციკლი გორის სათბურებიდან. როგორც თქვენ უკვე ხედავთ, პრაქტიკულად სადაც ერთ კვირაში არ დღეში ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი მოსავალი და უკვე წავა რეალიზაციაში. ძირითადად ეს არის გათვლილი ჩვენი სათბური ექსპორტზე, სადაც 80% აქედან გავა ექსპორტზე, არის პირდაპირ ხელშეკრულება, უკვე მოლაპარაკება რა შეფუთვაში იქნება თითო ჰიბრიდი, როგორ აი რა ყუთებში, მოკლედ ყველაფერი არის უკვე დაგეგმილი და თქვენ მომავალში ნახავთ ამას. დანარჩენი პროდუქტი დარჩება აქ საქართველოში და შევა ქსელში ჯიბე. ესეც იქნება შეფუთული, დაბრენდილი და თქვენ ნახავთ უკვე ხარისხი ყველაფერი. ეს იქნება უკვე ახლა მომავალში. მაგრამ რაზე კიდე დღეს მინდა გავამახვილო ესე იგი აქცენტი, რომ მარტი იყო რაც უცნაური, იყო ძალიან თბილი, იმდენი მზე იყო და გაგვექცა ჩვენი ჩითილი ზრდაში, მაგრამ აპრილი-მაისი, ეგეთი ის კაი ხანი არ ყოფილა, ხო, ესე იგი, აი გვენატრება მზე და ძალიან გვჭირდება და დღეს წვიმს ძალიან მაგარი წვიმა არის, დაბალი ტემპერატურა არის. მაგრამ მინდა მადლობა უთხრა ჩვენ აგრონომს, რომელიც უყურებს აი იცის რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს და სახეზე არის ნამუშევარი. დათო, რას დაამატებ? რა ვიცი, დასამატებელი ბევრი არაფერია, შრომობთ, მიყვებით ჩვენ გეგმა რაც იყო, რა თქმა უნდა. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ამინდები ხელს გვიშლის, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია და რა ბერკეტიც გაგვაჩნია იმის, რომ სცენარი ასე თუ ისე ვმართოთ, ვაკეთებთ ყველაფერს. დანარჩენი დრო, დინამიკა და ღმერთის იმედიც არის, რომ მზეები იქნება, კარგი ამინდები იქნება, წყალობის გარეშე კიდევ არაფერი არ იქნება. რა თქმა უნდა, მზეც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ აი ეს რეგულიროვკები, რასაც შენაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგი სახეზე გვაქვს. მუშაობთ, ხავს არ ვიშურებთ, მაგრამ აი ამიტება ძალიან გაგვაწვდა. კი, აი მინიმალური დანახარჯებით კონტროლდება ყველა თითო გრამი, რასაც მიდის მინერალური კვება. მაქსიმალურად ვამცირებთ ხამქიმიკატების გამოყენება, ვცდილობ რომ იყოს სუფთა პროდუქტი და ძალიან მალე თქვენ უკვე ნახავთ ეს პროდუქტი უკვე თაროებზე და თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და ვინც დაინტერესდება ამ პროექტებით, მობრძანდით, ყველას აგიხსნით რა როგორ კეთდება და იმედი მაქვს, რომ ბევრი სათბურები აშენდება საქართველოში და წინსვლა იქნება ამ მიმართულებით.